ყველა ბრძოლას მოვიგებთ მე და შენ დავცლებთ გრავიტაციას შენ და მე დავცლებთ გრავიტაციას ვერ შეგვაჩერებენ ჰაილაშ გამარჯობა ცი ანუ ნახე აი ისე მიყვარხარ რომ აღარ ვიცი რა უქნა ისე მომენატრე რამდენი ხანია ერთად არ ყოფილვართ მარტო მედაში იმიტომ რომ აი აჭარნეტმა გადაუარა ჩვენს როგორც ყოველთვის და როგორც ჩვენ ცხოვრებებს გადაუარა აჭარნეტმა ზუსტად ისე გადაუარა ჩვენ ეპიზოდებს მაგრამ ისევ ჩვენ დავბრუნდით ხო აქვე უცებ გამოგვიწერეთ რა ხდება დღეს ზარს დააჭირეთ ზარის ღილაკს დააჭირეთ აუცილებლად ძალიან კაი რაღაც ხდება აბა დღეს გვყავს ისეთი სტუმრები, როგორიც არ ყოლია მთელი ამ ეპიზოდების განმავლობაში. მე მგონია რომ არის გვეყოლება. გონი ხო ეს გვეყოლება. ნუ იშვიათად ვიპოვით ალბათ ესეთ სტუმრებს და მნიშვნელოვანი არის რომ რა თქმა უნდა ესეც voice-over-ია და ხმაზე ვისაუბრებთ, თუმცა ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ ხმების ხმებზე. ხო და ეს ეპიზოდი იქნება რო შემოვედი მღეროდნენ რა თავისთვის და იქაც ცუდად ხდებოდი და ეხ მაყურებელი უფრო ცუდად ხო გახდა დაინგრევა დღესაც ვარ მადლობა შენ რო იცი ხო ეგრე გადავინაცვლო და წარადგინე ჩვენი ანუ უნდა წარვადგინო ყველაზე საოცარი ხმების პატრონები ლიკუნა თუთისანი და ნატალია ნაყოფია მოგესალმებით ხალხო მოგესალმებით მადლობა ძალიან გვიხარია რომ მოხვედით პირველ რიგში ძალიან თან იცით რა მიხარია რომ ძალიან იშვიათად ხდება რომ სამი ქალი ვართ და ერთი ბიჭი. ერთად სუმე ვარ ხოლმე უმცირესობაში და ანუ აი ხმას ვერ ავკივი რომ გავაჩუმო და ეხლა მაინც ვერ გამაჩუმებთ. ანუ მაინც მე ვილაპარაკებ აქ. იმიტომ რომ ხო. ძალიან კარგია და ძალიან გვიხარია რომ მოხვედით და მოახერხეთ და მოყვებით თქვენ საოცარ ისტორიებს და ალბათ მაყურებელს გაუკვირდება რომ ჩვენს ეპიზოდში რატო ხართ და უნდა უთხრათ რომ თქვენ მღერით იმ პარტიებს რაც არის ფილმებში მოკლედ სიმღერები და ვიკიდში ეხლა ხანს რომ გამოდის ჩვენი სტუმრები არიან ასევე გლინდა და ელფაბა მეგობრებო კი ნამდვილად ესენი არიან და მაინტერესებს როგორ გადმოპორტირდით ასე ვთქვათ თან გახმოვანებაში, თან სიმღერაში, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სიმღერის ნაწილი, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ორიგინალ ვერსიაშიც ჩაიწერა სცენების დროს, გადაღების დროს უშუალოდ და იქ თავისი ემოციები ჭირდება ამ ყველაფერს, თავისი ხასიათი ჭირდება და აი ამ ყველაფერში როგორ ადაპტირდით, მოკლედ, თან დუბლირებაში, თან სიმღერაში და როგორი იყო, როგორ მოგეწონათ? ხო, პროცესი რომ მოგვიყვეთ, მოკლედ, როგორ დავიწყოთ? დაიწყე? მე დავიწყე. დაიწყები. ხა ერთ-ერთი ვერ დავიწყე და გლინდას ესე იმაშო. კი, კარგია. ტირილი დავიწყე. მე ძალიან მიყვარს გახმოვანების პროცესი რა რეალურად. პირველი გამოცდილება მქონდა ენკანტოს გახმოვანებისას და მეორე უკვე იყო აი ვიკედის ელფაბას როლზე როცა დავიქასტე და არის ჩემთვის ნუ ჯერ ერთი ძალიან მიყვარს ეს ფილმი თვითონ და სპექტაკლი და ეგ მიუზიკლი. და არ ვიცი, ანუ მე აი ჩემთვის ყოველი წამი არის რაღაცა აი იცი რა არის სირთულე, ანუ აი ის ემოცია რომ უნდა დაიჭირო ზუსტად რაც იმსახიობს აქვს იმ მომენტში. აი ის ხმის რაღაცა ნიუანსები, რაღაცა ხასიათი, რაღაცა მელიზმები, რაც შეიძლება ისე ჩვენ არ ვაკეთებთ სიმღერისას რა და ჩვენთვის ანუ უცხო არის რა, მაგრამ თან ძალიან სწავლობ. აგრეთვე თან ეგეთი მაგარ მომღერლებს რომ და რამდენად განსხვავდება თქვათ აი თქვენი პროფესიის მიუხედავად ზოგადად გახმოვანების მიმართულებით სიმღერა ანუ ემოციური თვალსაზრისით რამდენად განსხვავდება ძალიან თუნდა მიდი ვიტყვას განსხვავდება იმიტომ რომ ჩემს იყო პირველი ვიკედი და ნატალიამ როგორც ის ნატალიას დამსახურება რა გლინდა გავხდი და ჩვენც ეს რაღაც მუსიკალური ქიმიას გაგვიჩნდა როგორც მსახიობებს, ხმის მსახიობებს. თუ მაინც ძალიან შევიჭერით როლში, იმიტომ რომ ვიღებდით ვიდეოებს, რაღაც ანუ ჩავიცვით რაღაც ვარდისფერი მწვანე ძალიან გლინდა და ელფაბა გავხდით.
იმიტომ განსხვავდება ძალიან ხმის, გახმოვანება არის სულ სხვა პროცესი. აი როცა კონცერტი გაქვს და ავსრულებ ლაივში, ან თუნდაც სიმღერებს წერ, ეგეც რა თქმა უნდა იცი შენს რომ სულ სხვანაირია და მაინც შენია რა შენი არის და უფრო შენზე არის დამოკიდებული როგორ შეასრულებ და აქ რომ დავიწე გახმოვანება მე მეგონა რომ რაღაც მალე მოვჩები თქვა და ერთი სიმღერა ვერ დავამთავრე ერთ დღეში და მივხვდი რომ უბრალოდ წინ მელოდებოდა დიდი გზა ხო ანუ შეიძლება ერთი ფრაზა ერთი აი 15 ჯერ გადაწერო იმიტომ რომ აი ის პატარა ხრინწი უნდა დაიჭირო ხმაში ან აი რაღაც იდეალური უნდა იყოს რა და ძალიან ემოციური უნდა იყოს თან ქართული ანუ ქართული გამოარგო რაღაც აი გერები თან არ ვიცი მარცვლები დასვა სწორად არ ვიცოდი მაგრამ თან ძალიან კარგი როცა შედეგს ხედავ და ხვდები რომ აი მაინც გამოვიდა ის რაც გინდოდათ და თანაც ახლა Wicked-ი არ არის მარტივი მიუზიკლი ალბათ ვიტყოდი რომ Broadway-ზეც თვითონ ერთ-ერთი ყველაზე რთული შესასრულებელი მიუზიკლი არის ანუ ისეთი სიმღერებია და ანუ პასუხისგებლობასაც გრძნობდით ისიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენ ტემბრალურად ერთმანეთს მოვუხდეთ იმიტომ რომ დუეტები გვაქვს ბევრი და ჩვენ შორისაც ახლა როგორც ლიკუნა მახსენა ანუ ქიმია უნდა იყოს იმიტომ რომ თვითონ პერსონაჟებს ისეთი ქიმია აქვთ გლინდა და ელფაბას მეგობრობა ლაივშიც ისეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენ შორისაც რაღაცა მეგობრობა ყოფილიყო ქიმია ყოფილიყო ტემბრალური დამთხოვა ყოფილიყო რაც გონი გვაქვს კი ისმენთ გაქვთ ნამდვილად და ანუ ეგეც ძალიან რაღაც ის არის რა ანუ გამართვა რა ჩვენმა კოლაბორაციამ ნამდვილად ხო ახალი ეტაპია რაღაცნაირად რა თან ის ავთენტურობა ეხლა ჩვენ დუბლირებაზე ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე სხვათა შორის გლინდას ფიერო გავახმოვანე მე ოღონდ გახმო დუბლირების ნაწილში მე მითხრეს რომ შენო არა ვერ მღერი ხარო და წადიო და მესამეც გამოვიდეს და იქ რაღაც სხვა როლი მაინც გამამღერო არა ერთხელ ცადე ფიფქიაში ვიყავი კიდე პრინცი და ძირთად მეზღაპრებში პრინცს ვახმოვანე ხო და მაგრად ვიწვალე მეთქი ანუ მაცდევინეთ მეთქი გამქასთეთ მეთქი და გამქასთეს მეც და ოღონდ ჩემს პარალელურად გაქასთეს მიშო ელიავა და რა თქმა უნდა ის რატომღაც რო ეხა მე დავემტკიცები აქედან გამომდინარე ხო მე ძალიან გულნატკენი იყო საბოლოოდ მაგრამ რა ვთქვათ დისნეის მულტფილმი საბოლოოდ არ არის გულნატკენი ფიერო იქ ხო საბოლოოდ არა თან მეორე ნაწილში ისეთი ამბები ხდება შეიძლება ვიცი მაგაზე დაგვერხი მეორე ნაწილში თან ისეთები ხდება ბოლოს რო აი კაკრას ეს ფია მოკლედ არ ვინ ამაზე ლაპარაკი თორე რაღაც სტრაიკებს ავირტყავთ უეჭველი ხო ანუ ამაშიც დუბლირებაში ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ აი სწორად გადმოს ემოცია სწორად გააკეთო ის ყველაფერი იმიტომ რომ ადაპტირებას აკეთებ ქართულ ენაზე თან შენს მშობლიურ ენაზე თან აი ჩვენთანაც ძალიან რთულია ლიპსინკის დასმა მაგალითად ხო ძალიან ხო აი გახმოვანების ნაწილშიც რა იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ორგანული ძალიან ავთენტური და სიმღერაში კიდე წარმომიდგენია იმიტომ რომ იქ რო აი რაღაცას რო ნერვიულობს მაგალითად გლინდა შენც აი ნერვიულად უნდა მღერო მაგალითად რო ნერვიულობდა სულ ვიყავი პრინცესა ხო ის უნდა მართლა და მე ხმამაკ ძალიან ბოხია ესე რო ლაპარაკობ რა და ხანდახან რო ვიგუძე და უბრალოდ გლინდა უნდა გახდეთ ბაბა შენთან რო შეიძლება პრინცის როლებზე შემცვალო ხოლმე ხო გონი პირიქით უნდა ჩაგვეცენა მე და შენ იმიტომ რომ ხანდახან ხო იმიტომ რომ მე ტემბრალურად უფრო ისეთი ანუ უფრო ისეთი ხო უფრო ღია მოღიმარე ხმამაკ უფრო და ელფაბას რომ ახმოვანებ აი სულ ოს პოზიციონზე მივიდეთ ვაბოხებ ხოლმე რა ეს ჩელენჯი იყო რაღაც რომ გამოსავსამით ხო კიდე იცი რა არის ძალიან დიდი ჩელენჯი რომ აი სად შედის იმიტომ რომ აი რო და იმ მომენტში უნდა და აი სუნთქვა ზუსტად იქ რო უნდა მოხსნა სადაც აი მაგაზე ცალკე სუნთქვებს რო არის ხო აი ცალკე სუნთქვები და რატო ჭირდება მაგრამ აშკარად უნდა იყოს ეგეც ქართული ხო არ არის ხო ვიცი მაგრამ აი ეგეთი ქართული სუნთქვა არის ბოლომდე შორდება მათი ხმა და სრულებით თქვენი ხმა და სიმღერებში დიალოგებით ჩვენი გასახმოვანებელია ამიტომაც თეატრალურ გამოსტილებასაც ვიღებთ რა იმიტომ სიმღერის მონაკვეთში რო ორგანულად გადაებას დიალოგებს ჩვენ ვახმოვანებთ კი ხო რაღაც სიტყვებს და პატარა წინადადებებს და ანუ დავშვეთ მაგ პროცესში ვისწავლე რომ მე რომ მგონია რომ ძალიან ემოციური ვარ მე მოვისმენ და ანუ იმენა იქ რაღაც ნულია რა
და აი ხვდები რომ ხუთამაგად უნდა overreact-ებიც გჭირდება ხანდახან რომ იმას დაასვა კი ხო მაგრამ ეხა შედეგი რო იქნება და თქვენ რო შედეგი არის კიდეც პირველი ნაწილი ყველამ ვიცით და საოცარი გამოხმაურება ამ იმას ნახავთ duets ასე ვთქვათ თქვენს ერთიანს საერთოდ ალბათ ისეთ ბედნიერება იქნება რომ კი პირველ ნაწილში უკვე შედგა მათი დუეტი და ეხა მეორე ნაწილს ველოდებით და პირველ ნაწილს ჰქონდა ძალიან კარგი გამოხმაურება და ეხა შიდა ამბებიდანაც გავიგე და გარედანაც ხალხი აი ძალიან კაი კომენტარები იწერებოდა ძალიან კარგი იყო მეც ვარ ქართულზე ვიყავი წასული იმიტომ რომ ვიღაცები იძახდნენ რომ აი ის რა ქვია არიანა გრანდეს და მეორე დამავიწყდა სინთია ხო მაგის აი ორიგინალი გვინდა თუ რაღაცა მაგრამ აი ქართული არანაკლები კი არა აი არ ვიცი მართლა გულწრფელად ვამბობ იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ჩანდა ის პროფესიონალიზმი რაც თქვენ გაქვთ რაც იმას რა ქვია ალეკო ბერძენიშვილს უდიდესი დამსახურება არის მისი ამ ამბავში როგორც ვიცი ხო სწორად ვამბობ კი გიორგი მარგვევანი ხო სხვა შეს პირველი ფილმი გიორგიმ ჩაწერა ხო გიორგიმ ჩაწერა პირველიც თავიდან ბოლომდე ხო ეს დეტალები შეიძლება არა ალეკოს მონაწილეობდა როგორც ვიცი გუნდები ჩაწერა მერე და ანუ მოკლედ რა კი ანუ გუნდის ნაწილი კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ნატალია იყო ტექსტის ხო ნახევრად მე და კეთი ვორჯონიკიძე გადავთარგმნეთ პირველი ნაწილის ტექსტები, ოღონდ მუსიკალური ნაწილის რა თქმა უნდა. ეხლა ძალიან მაგრად მართლა. ხო. მე ცოტა რაღაცებით უკაყოფილო დავრჩი, მაგრამ ჩემს ძალიან ისე გამოცდილება იყო. ხო, თარგმანი და ადაპტირება ტექსტის კიდე ცალკე სირთულე ამბავია, მით უმეტეს ადაპტირება, რომ ის შინაარსი მოარგო ჩვენს გვიჭერს ხოლმე გახმოვანებაში. ხო, როგორც არ უნდა კარგად იცოდა და იყოს მშობლიურივით, რთულია რომ ზუსტად დაასვა ტექსტი ისე რომ და მარცვლები ჩვენ ბევრად მეტი მარცვალი გვაქვს ქართულ ენაში და აი ეგ იყო ძალიან დიდი გამოწვევა. ეგ ჩვენს მე მაქვს ერთი კითხვა ზოგადად ხო იმის გარდა რომ თვითონ ხართ ამ პროცესში ჩართულნი და ძალიან საინტერესოდ ხართ და მართლა მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის რა ეს მიმართულება რომ რაღაც ნელ-ნელა იხვეწება ეს გახმოვანების მიმართულება როგორც მსახიობების თვალსაზრისით ასევე მუსიკალურით ხო აი რამდენად ნიშნულოვანი არის თქვენი აზრით, აი ამ მიმართულების ასე გაცოცხლება. უგულისხმობ რომ თუნდაც ეს დისნის ყველა ფილმი რაც კინოში გავა რომ მომავალში სულ ასე გადიოდეს. და ნუ ქვეყნისთვისაც რამდენად მნიშვნელოვანი ამბავია, ეგ აი როგორ ფიქრობთ? ძალიან მნიშვნელოვანი. ხო. იმიტომ რომ არ არის მგონი პოპულარიზაცია მიუზიკლების და ასეთი საქართველოში ხო და მაგიტომ მგონი უფრო კარგი არის რომ რაც უფრო მეტი მიუზიკლი ხო მიუზიკლია გახმოვანდება თან ბროდვეის მით უფრო არ ვიცი შეუყვარდება ხალხს ეს ყველაფერი მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია ანუ ქართულ ენაზე რომ ხმოვანდება იმიტომ რომ აი შენ როგორც ახსენე რა ბევრი ითხოვს ორიგინალი რატომ ანუ ბავშვები როცა მიდიან ანუ კინოთეატრში და მათ ენაზე როცა ისმენენ სიმღერებს და მე მიდიან და მღერიან ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის რომ გავიდეთ ესე ვთქვათ ან იმ სიაში რომ შევიდეთ რომ აი ლიცენზირებულად ვახმოვანებთ და გვაქვს ეგ მასალა და ქართველი არტისტები და მომღერლები შანსი ეძლებათ რომ ამის ნაწილი გახდნენ ანუ ძალიან მაგარია რატომ არა ხო და არ ვიცი ლიკუნამაც იცის რამდენი ფან კლუბი არის და სოციმედიაზე რა ხდება multi language რაღაცებს რო აკეთებენ YouTube-ზე დევს ჩვენი რაღაცები რომ არ ვიცოდი და ისე გამიხარდა TikTok-ზე YouTube-ზე რა ვიცი ქართული ენის ძალიან მაღალ შენი ის რო არის ხო ისე ძალიან მეცხრე ადგილზე გავედი თუ რაღაცა აი ეგეთი პირველზე უნდა გასულიყო არა ჩვენთვის პირველზე ხარ ყოველთვის კი მართლა მნიშვნელოვანი ამბავია ბევრჯერ ვიხსენებია ჩვენს რომ აი ამ პატარა ქვეყნისთვის ამ პატარა მოსახლეობისთვის ჩვენ გვაქვს ჩვენი ორიგინალური ენა ორიგინალური დამწერლობა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ენაზე რა თქმა უნდა ძალიან სწორად გააკეთე აქცენტი ესე პროფესიულად ვაკეთებთ ძალიან დიდ ჩვენ არ ვახსენებთ ბრუნო
ბრუნოს აი ღიღინებდა მე მგონი მთელი ქვეყანა. აი იყო, ენკანტოზე მთელი ქვეყანა. ამის უცხოურ ვერსიას კი შეიძლება და აეკვიატებინა, იმიტომ რომ მე იმ თაობის ბავშვი ვარ, ან დადასის რო უმღეროდით ჩვენ და მე თქვა გახსოვს აი მეფელომი იყო რა ჩვენ ბავშვობაში ძალიან პოპულარული ის პირველი მეფელომი დისნის და მე მახსოვს რომ სკოლაშიც რაღაცა მეგობრებიც ამ მეფელომის ინგლისურ ვერსიებს ანუ ორიგინალს მღეროდნენ. სანამ გავიგებდით რომ Under the Sea იყო და არა Under the Sea. აივენია მეფელომი რო იწყებ. ხოდა მაგას ეხა ეს ბავშვები ხო მართლა ქართულად წაიღინებენ და ძალიან მნიშვნელოვანია. ხო ეს ჩვენ არ ვახსენებთ ბრუნოს რომ მანქანებში მესმოდა, ყველგან მესმოდა, ძალიან გავაირავა. მართლა გამოდის კარგად და ნამდვილად გვაქვს მაგის ემოციური ინტელექტიც, ნიჭით, შესაძლებლობაც ქართველი სკოლაც. ხო, რაში და სიმღერაში ნამდვილად ძალიან ნიჭიერები ვართ, ხართ. მე ვერ გამოვდექი ნიჭი. სამწუხაროდ ვერ ჩვენ პოდკასტი წავყვანოთ და მოვიყვანოთ მომღერლები და ძალიან კარგი. თვითონ ფილმზე რას მეტყვით, რამდენად მოგეწონათ ფილმის შინაარსი? ჩვენ ძალიან მოგწონთ. სულეთ მე მეტირება ეგეთ რაღაცა. აი ძალიან თან მელოდრამაც არის, რამ რაღაც აი გულის ამაჩუყებელი, ჩემ შეიძლება ვიღაცაებისთვის ვინცაც არ უყარს ეს ჟანრი. ხო, ან მიუზიკლების არ მოწონდეს, მაგრამ ისეთი სიუჟეტი აქვს, აი ძალიან დიდი აზრიდებს იმაში, რომ მართლა მიიღო განსხვავებული ადამიანი და ელფაბაც ხო ეს არის, რომ რაღაც წვანე და ნუ განსხვავებულზე არის მანდ აქცენტი და როგორ არიან რომ ძალიან რაღაც კეკლუცი გოგო არის და რაღაცა და მე რომ ესე ხო მეგობრდებიან და ხვდებიან რომ ცვლიან ერთმანეთს და მოკლედ რავი მეტირება მე იგივე რაღაცა ხო რაღაცა აი ნამდვილ მეგობრობაზე არის და მათი აი ანუ გლინდა და ელფაბას ანუ დიალოგები რაც არის და ანუ ინტერაქცია რაც არის იმდან ემოციურია, იმდან ნამდვილია, იმდანად ნებისმიერი ადამიანი რო გაიგებს რა და ის მომწონს მეორე კინოში რისი აქცენტიც არის რეალურად რომ სადაც სიკეთე არსებობს და აი ადამიანები და როგორც სოციუმი ხო რომ აი კეთილი ძალა სადაც არის აი ვიღაცა უნდა იყოს ასევე ცუდი ხო და აი ეგ მომენტი არის რომ ელფაბა სამწუხაროდ ამ ფილმში არის ცუდი და ანუ გლინდა არის კარგი ეგ მე არ ვიცი როგორ არ ეგ არის თლიანი სპექტაკლის და შინაარსი რომ ანუ ჩვენ გვჭირდება რომ ვიღაცა იყოს რომ ვიღაცა იყოს ცუდი რა რომ ის იყოს კარგი ან ხო აი რაღაცა იმ სიკეთეს უფრო ხაზი გაესვას და უფრო გამოჩნდეს თუნდაც და რაღაცნაირი ძალიან პრინციპში აი რაც ხდება რა აი სოციმედიაზე და რაღაცა აი რაღაცა villainizations რასაც აი ვიღაცას რო ამოიჩემებენ და რაღაცას ხო ხდები რაღაც პერიოდიო რო არის აი ვიღაცას იჩემებენ აკნინებენ რაღაცა აი მაგ თემასაც რეალურად ეხება რა რომ აი ეს ტენდენციები და რა ვიცი მაგარი ფილმია ჩემისაცი ძალიან ღრმა კინო არის ლამაზი არის რო უყურებ ყველანაირად ლამაზია რა სამყარო შექმნეს და რა სეტებია და ხო დისნის პრინციპში ყველა თაობის მაყურებელშიც და ნუ პირველ რიგში ბავშვებში აქ ეგ ფუნქცია რა რაღაც სხვანაირ ფილოსოფიას და თეორიებს დებს გაუაზრებლად. მაგრამ მგონი ეს დისნი არ არის. ეს უნივერსალია. კარგად. იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა რომ თან მთელი ცხოვრება. დადებული იყო Spotify-ზე ხდება ხოლმე Disney Days და ეს რა ქვია. ეს ამათ მართ. უნივერსალი არ დებს, ხო, იმიტომ რომ Disney-ზე თავიდან პირველი მე მგონი ერთ-ერთი რომელიც დადეს იყო Encanto-ს სიმღერები და ისე გამისწორდა რომ აი თან ძალიან მაგრად ასრულებდნენ მანდაც ეს ჩვენ არ ვახსენებთ ბრუნოს ძალიან გადავეკიდე, მაგრამ აი იქ ბევრი ხმები რომ შემოდის ცალკე თავისი როლები როა მოქმედებებით და იმდენად ორგანული იყო, იმდენად აუთენტური იყო ეს ყველაფერი, რომ მეთქი აი ჩემენაზე ვისმენდა რა კარგია. და თან ისეთ მაგას მეც მახსოვს ბრავომ რო გააკეთა ნინასთან ერთად პირველი რაღაცა ისე რომ პირველი იყო ეს პირველ არხთან ერთად იყო კოლაბორაცია Disney-ს და შოქში ვიყავი ან მახსოვს Disney-ს თითქმის ყველა ის კლასიკური მულტფილმი პირველ არხს საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა ესეთი პროექტი ხო იყიდეს და ჩვენ ოღონდ ანუ ბრავომ ვერ მოიგო სიმღერის ნაწილი სამწუხაროდ ეს მახსოვს და შოქში ვიყავი მონაწილეობდა ამ კონკურსში ბრავომ ვერ მოიგო სიმღერის ნაწილი ბრავომ გახმოვანების ნაწილი მოიგო და ნინა წითლაური აკეთებდა სიმღერის ნაწილს როგორც მახსოვს. კი და საოცრად გამოდიოდა, იმიტომ რომ იქ ბემბის სიმღერები იყო, ბემბის გახმოვანება, თითქმის ყველა ის ტირილი, ტანჯვა, ბედნიერება, სიხარული, ყველაფერი. ზოგადად ხო მულტიპლიკაცია იქ არის რა. აი Encanto იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი რა რეალურად, იმიტომ რომ პირველი ლიცენზირებული და ოფიციალური პროექტი იყო Disney-ის
რაღაცა ის აი ახალი ანუ იმიტომ რომ პრემიერა ერთდროულად შედგა და რაღაც პირველი იყო და ძალიან ყველა ძალიან დიდი პასუხისგებლობით მოიქცა. ხო, პირველი იყო სიმღერის ნაწილში, თუმცა მანამდე რა თქმა უნდა ფილმებს ჩვენ ლიცენზირებულად ხო. და აი რო ნახეთ ეკრანზე პირველად თქვენი გახმოვანებული, ნუ სიმღერის თვალსაზრისით, ანუ რაღაცა განსხვავებული ემოცია იყო. იმიტომ რომ მე ხა იმაშვები ხოლმე ძალიან სკეპტიკურად უყურებ ჩემ გახმოვანებელს და აი პატარავდები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რომ აი ყველას გვაქვს გორი მაინც ძალიან დაძაბული ვიყავით იმაზე რომ აი როგორ ისმის მართლა იმიტომ რომ მთლიანად არ გქონდა ნანახი ჩვენ რომ ახმოვანებთ ნაწილებს უმეტეს ხოლმე და მაინც მგონი ძალიან ბუნებრივი გამოვიდა ნუ მაინც იქნება ხალხი ვინც გააკრიტიკებს იმიტომ რომ მაინც აი დღემდე არის რომ აი ქართულად გახმოვანება შეიძლება რაღაცა მაგრამ ჩემი აზრით მაინც მოეწონათ ხო. ი არა, მაგარი იყო რა. მაგრამ ნერვიულობდით. აი ნატალია და მე ერთად ვისხედით და მე ისეთი ნერვიულობდი. უბრალოდ ესე ვიჯექი. იყო მეგობრები და მე ცალკე წავედით კიდე. ცალკე წავედით და გამშვიდებული უყურებ. ხო, აი მშვიდად რო გვედავდა რა. ეიფორიის გარეშე რომ მოგესმინათ რეალურად და არ გენერვიულობთ. ხო, არა, ეგ არის ხოლმე და ძალიან კარგია ეგეთი მომენტები რა მართლა რომ გვაქვს უკეთეს ხდის მე და ჩვენ ქვეყანაშიც და ჩვენთანაც იმდენად პროფესიონალი ხარ ბევრჯერ ვახსენებთ ჩვენ ეპიზოდებში ყავს გახმოვანების სახეობები და მანდ ვახსენებ და კიდე ერთხელ უნდა ვახსენო რომ ანუ ძალიან პროფესიონალი ადამიანები ყავს როგორც რეჟისურის კუთხით ისე ხმის რეჟისურის ისე მსახიობების ისე მიქსინგის მომღერლების რა თქმა უნდა ცოტა კია ვართ ხალხი საქართველოში მაგრამ ყველაფერს გავწევთ ხო რაღაც გამოგვდის ნელ-ნელა თუნდაც აი გუნდის ნამღერები ამ ფილმშიც საოცარია კონსერვატორიის გუნდი ასრულებს და მათაც უდიდესი წვლილი მიუძღვის მოკლედ ამ ფილმის ხო და მეორე ნაწილზეც როგორც ვიცი იგივე ადამიანები არიან და იგივე ადამიანები მუშაობენ ხო ანუ იგივე ხარისხი არ ვიორჯონი კიდე ტექსტები დაწერა მე არ დამწერე просто მინდა ვახსენო იმიტომ რომ მართლა დააკუნა ამის ტექსტები ისე რამდენი ხანი ჭირდება ისე ქეთის ხო სკაი სწრაფად შვება მე უფრო ნელა შეიძლება გამოცდილებების მე არა ქეთი დაჯდება და ეგ სწრაფად შვება საქმე ამიტომ რომ მაგასაც ისჭირდება ნუ ქეთი პოეტიც არის ძალიან მაგარი და ლირიცისტი და რა ვიცი აქედან გამომდინარე ხო ბევრს ნიშნავს ეგ რა აქვე ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს რომ ანუ ვერ გაგიშვებთ შეუძლებელია გაგიშვათ რომ აი ეს თქვენი საკულტო დუეტი არ მოგვასმენინოთ ჩვენ და ჩვენ მაყურებთ. რა თქმა უნდა, ქართული. თავარი ნაწილი რაც არის. ინგლისური რა თქმა უნდა, ინგლისური დანძი. ჩვენ ქართული გვერდს. ქართული გვერდს. ყველა აქ იწყება. კი, მეკტონალობა. ეს იქო. კი, ფალცეტში გავაგზავნოთ. ოკეი, ვასად. ანუ რაღაც უცებ რაღაც გალინდა. კი, ექსტრონტად ეგრე უფრო кайი. მაგა ხო არ დავიწყე. რაღაც აი ეგ მიზის ყურში. აი, ეგ არის. ყველა ბძო ეხლა ფულპერები არა ყველა ბძოლას მოვიგებთ მე და შენ დავცლებთ გრავიტაციას შენ და მე დავცლებთ გრავიტაციას ვერ შეგვაჩერებენ Bravo! მეცადეთ აი ამის მერე მე დალაშარო ვოცნებებ ხოლმე რომ გვამღერო აი სუეგრეა ჩაწერა რო არის და რო გიყურებენ მოჭველი კამერები რო არის გონია რომ სო ვერაფერს ვერ ეგეც ხო არის რომ იქაც რო წერთ ხოლმე ვახმოვანებთ მაგ დრო შეიძლება გაჭედო და რო ამბობენ რომ აღარ წერთ ხო ზუსტად ისე შვები ხოლმე როგორც მინდა და მართლა ეგრე აი კონცენტრაცია რაღაცა ფსიქოლოგიური აუ ბრავო ხალხო თან ლაივში ამის მოსმენა ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია ამის ლაივში მოსმენა და ჩვენი ოპერატორიც და ჩვენი მეგობარი ძალიან კმაყოფილები არიან რომ დაესწრენ ამ ყველაფერს ხალხო ჩვენი დავიზეპირეთ ყველაფერი ისა როგორ რაშვებიან სხვანაირი მანერა მიმიკა იმიტომ როლში უნდა შეხვიდე ეგ არის მთავარი არსი ვერ იღერებდით ასა კარგად თან ჩვენთვის ძალიან განსაკუთრებული იყო არ ვიცი რაღაც პერიოდი იყო არა მაგარია სიახლე რო არის ჩემთვის მართლა ძალიან და თქვენს მეგონი ძალიან დაგამეგობრათ ამ ფილმმა ერთმანეთთან ხო ანუ როგორც ნახოთ ერთმანეთს ესე მაგრამ
ეგ კიდე ცალკე მაგარი რაღაცა რომ პარტნიორს ესე იგი მე და ციკოც მაგალითად სამსახურიდან დავმეგობრდით ჩვენმა პროფესიამ დაგვამეგობრა და აუ თან იცი რა სხვანაირი კავშირი გაგვიჩნდა მაინც აი შინაარსობრივადაც რო ვიცით რაზე არის ეს ფილმი თითქოს იმ რომში ხარ ხო ხო თითქოს ის მეგობრობა ანუ ჩვენზე გადმოვიდა რაღაცნაირად და დავკონექტით რა ძალიან კარგად მაგრამ არ დავასპოილერებ მეორე ნაწილს დაელოდეთ მეორე ნაწილს დაელოდეთ კარგი. მოკლედ, ეხლა ამ სიმღერის მერე აუცილებლად უნდა დავაგემოვნებინოთ ამ ადამიანებს ჩვენი. შემოგვიყარეთ ჩვენი ქრისტები. ამოიცა რომ ვისრომელი. მოკლედ. აპრიკა მინდა. აპრიკა. მოდი გავცვალოთ. ინასარ უკვე იმას მე მაქსელი. შენ არ გინდა რომ კი, ერთი ცალი მომეცი რომელსაც გაიმეტებ. და მე გავცვალე. ხოლმე აბა გლინდა აგემოვნებს და აჭრაჭუნეთ. მოიცა ეს უნდა გავხსნა მგონი აი დაგეხმარებით თუ გინდა სწორი ხარ ლიკო ეგრე ერთად გავსით მოდი აბა მოკლედ თან მივწვით და თან გეტყვით როგორი კრისპია ჩვენი მეგობარი მოკლედ კრისპი არის ქართული პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულზე, ჩვენს ეროვნულ ამბებზე და როგორც სიმღერაში, ისე ფილმში, ისე ყველაფერში ძალიან მჭირდება ჩვენ ქართული იყოს ყველაფერი. ქართული იყოს ყველაფერი ნამდვილად. ეს არის მართლა. და ის არის რა ქვია. რაღაც ჯანსაღი არის. ეგ უნდა მეთქვა. აპრიკა ხო არის ცხარე, მაგრამ თან ჯანსაღი ცხარე. ეს გონი მჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ცხარე ვსჭამობ. მართლა? არ ტიპოს ცხარე შენ. არის გამოდის ASMR არტივტივებს ზეთში. არის კონსერვანტების გარეშე. არის ისეთი სნეკი რა რო შეჭამ და ეს თვითგვემა არ გექნება, ნუ აუ რა ვჭამე პირიქით. რა გამომწვარი ჯანსაღი ჯანმრთელი. ხო, ნული დისკომფორტები აქვს თან რაც აი ჩვენ ვამბობთ ხოლმე ხშირად რა, იმიტომ რომ ჩიპსებზე არის ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება და სწორადაც, იმიტომ რომ ყოველთვის არის ჯანკი, არა ჯანსაღი, სხვადასხვა დისკომფორტები აქვს ჭამის შემდეგ. მოდი გავწავოთ ყველი რა გემრიელია. ხო, ეს არის იდეალური. არ გიყვარს ყველი? მე მგონი ნატალიას არ უნდა გაცვლა. ყველი ზია ძალიან მყავს. აი ეს შენ არ გაგიხსნია? კი. მინდა რა ყველის გასცემა. ეს რეები აქვს შეგნის. ეგ არის პაპრიკები, ნაღდი, ორგანული. ხო. მე უსმენავს. ამას ისა სხვა ტექსტურა აქვს. კი. მაგარი შორიდან მოდის ყველის გემო. ეს ძალიან კაია. ძალიან კაია. ეხლა ეს სერის მარცვლებით და ძალიან ეს არის იქნება, ეხლა არ ცოტა ის. ეგეც სხვა ტექსტურა. ლიკა ყველი არ გინდა გასინჯა? ძალიან უხდება, აი მე ეხა გავსინჯა გამბავი, გავტას და კრემწუნიანები. გამომართვით თორე. გადავცვალდი, ამას მე გავსინჯა. აი ამ ყველის სასწრე ხომა ლაშ წუნიანებში. ხო. აუ როგორ ხდება, იცი კრემწუნიანებს, აი წუნიანებსაც უყარს, ხურებისაც არ უნდა რომ ჭამოს. ჯამხარი ჯამია და მაგრამ. ძალიან კაია. ვინოსაც ძალიან უხდება. ეს მოკლედ ყველა კაია მართლა გუცხრალ, უბრალოდ მე რომ მიყვარს ცხარე და არომატული რაღაცები ესეთი. ეს გასინჯა? ეგეც ეგ არ გამოსინჯავს. დავай, ოსპიც გასინჯა და ოსპი მიარ ოსპიცია. ოსპი ძალიან ფრეშ გემოა. ეს მაგარი კაუსი გაიჭიტა. კაია. მე ყველი დავიბრუნდა. აი ამასაც და ვატრიალებთ წრეზე. კრისპები ჩვენთან ერთად იქნება, არსად არ წავა და თქვათ რომ აი სუკ წერენ ხოლმე რომ სადიყიდა და სადიყიდა და სადიყიდა. ამბასადორი თუ სჭირდებათ დამიკავშირებთ შეგიძლიათ გამოიძახოთ ვოლტიდან, კარფურის დიდ ქსელებშია ძირითადად და ეხლა შედის რამდენიმე ახალ ქსელში. ეხლა შედის რამდენიმე ახალ ქსელში, Goodwill-ის ქსელი დაიმატება ძალიან მალე. ვოლტიდან შეგიძლიათ რომ გამოიძახოთ, ეგ უკვე თქვი, ძალიან მარტივად და ნელ-ნელა კიდე და კიდე უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ისევაც ხელმისაწვდომია, მაგრამ ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა მართალი ხარო, სად იყიდონ და აი ამ ქსელებს შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. მოკლედ, მადლობა კრისპის რომ ჩვენთან ერთად არის, რო არის ჯანსაღი, რო არის გემრიელი და ჩვენ ყველა სტომარს მართლა ორგანულად მოწონს. აუცილებლად. მე იმას ავიღებ რა. ყველა უნდა წაიღოთ. ყველა უნდა გაგატანოთ აუცილებლად და თუ არ დაგვრჩება, გამოგიგზავნით მისამართებზე, ამის პირობას პირადად მე გაძლევთ, ნული პრობლემა. იმის გარდა, რომ ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი იყო გვესაუბრა თქვა თქვენს როლებზე კინოში და იმ მიმდინარე როლზე, რაც ძალიან მალე ისე მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა თქვენს რაღაცა სხვა გამოცდილებებზეც ვისაუბროთ. თქვენს კარიერაზე. ხო. თქვენს სასიმღერო კარიერაზე, რომელიც
ჩემი გადმოსახედიდან ფანტასტიკურია. იმიტომ რომ მართლა გულწრფელად ორივე თქვენგანის მსმენელი ვარ, მაგალითად ჩემი ერთი ძმაკაცი ისეთი მსმენელია შენი, რომ მანქანაში რომ ჩაჯდები შეუძლებელია ბიჭი ის და ლოგინში არის არ ჩართოს, იწვა ლოგინში არის არ ჩართოს და ხო იჯდა მე არ მახსოვს კარგი. იწვა მოიწევს რაღაცას ინსომნია ის არის რაც წაიმღერა? არა ხო სფერია მე თელი დღე დაღამე მახსოვს ინსომნია რომ გამოვიდა ნუ რა ხდებოდა რომ ყველგან იყო ჩართული რომ მეთქი ვინ არის ეს გოგო ვინ არის ეს გოგო ანუ კი ვიცოდი ხა ესე მაგრამ ანუ არ ვიცოდი რომ შენ იყავ და ძალიან ხარისხიანი პროდუქტია ძალიან მნიშვნელოვანია აი პირადად ჩემთვის როგორც ნუ მაქვს პრეტენზია რომ კარგი მუსიკა მიყვარს და ჩემთვის რომ საქართველოში ეგეთი მუსიკა კეთდება და აი ისიც სამშლოვანია რომ რაღაც ყველა კუთხეში რომ ეს სიმღერა ისმოდა რა და მგონია რომ ხაც ისმის დიდად აღარ დავდივარ იმიტომ რომ რაღაც ახალი რაღაც შემოიტანე არ ვიცი სტილი ემოცია ხარისხი იმიტომ რომ თან ქართულად რომ ღერი ხარ ეგ ძალიან ასწორებს ეგ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ძირითადად ეგეთი ტიპის თითქოს სიმღერებში ყოველთვის რაღაც ინგლისური ურევენ ან თლიანად ინგლისურად აკეთებენ და ძალიან რთულია დარწმუნებული ვარ ქართულად ამ სტილის მუსიკის კეთება და მაინტერესებს აი როგორ მიხვედი მოკლედ აქამდე და საიდან დაიწყე ასე ვთქვათ რა ჩემთვის რეალურად რაღაცა გამიზნულად არ გამიკეთებია ჩემთვის ძალიან ორგანულად მეწერინება ეგეთი სიმღერები და მე ბავშვობიდან წერ ანუ ძალიან პატარა ასაკიდან წერ რა რაც ინსტრუმენტთან ვზივარ წერ ტექსტებს მუსიკას და ქართულ სიმღერებს რომ წერდი და რაღაც მეგობრებში რომ უკრავდი ხოლმე ცოტა ეცინებოდათ ხოლმე რა ჩემ სამეგობრებს იმიტომ რომ მაინც არაორგანული იყო რა თავი და რაღაც მე გიტარაზე ვწერ ან კლავიშზე ძირითადად და დრო მომიწია რომ იმ ეტაპამდე მივსულიყავი რომ თავდაჯერულობა მქონოდა რომ იცი რა მე დიდად არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს ეს არის ჩემში ეგ რაღაც არის ჩემი შინაგანი სამყარო და მოდი მე ვიქნები ის ვინც ვარ და ან მსმენელი კარგად მიიღებს თუდად მიიღებს ეს უკვე რაღაც ჩემი ადგილი აღარ არის ხო მათი გადასაწყვეტია ხო და რაღაც ძალიან დიდი სტიმული მომეცა რომ ანუ არ მინდოდა რა ქავერებს ბოლომდე ვერ ვითვისებდი ჩემ ვერ ვამჟღავნებდი ჩემ თავს ბოლომდე რა არასდროს კმაყოფილი არ ვიყავი და ჩემი მუსიკის წერა როცა დავიწყე და ესე ვთქვათ გამოშვება და როგორც მუსიკალური არტისტი ისე რომ დავიწყე შემოქმედება ბევრად მეტი ვისწავლე, ბევრად უფრო გავიზარდე როგორც ვოკალისტი, როგორც სონგრაითერი და ასე შემდეგ რა და ხო, არ ვიცი, ჩემთვის ყოველი დღე არის რაღაცა ყოველი ჩემი პროექტი ვცდილობ რომ უფრო მეტი გავაკეთო, უკეთესი იყოს, მუსიკალურად, არანჟის მხრივ, როგორც თვითონ სიმღერა და ასე შემდეგ და ვცდილობ რომ რაღაცა ახალი რაღაცები სულ ვცადო და არ მინდა მაგის მეშინოდეს, იმიტომ რომ აი სიმღერა რო იწერება, აი იმდენი სისულელე მოყვება თავიდან, აი დაწერის პროცესში. შენს გეცო დარწმუნებული ვარ. აი რაღაცებს ბლაყუნებ იდიოტიზმებს ვიძახი, რა ტექსტები არ გამოდის. თუ არ გარისკე, თუ არ გაბედე, არაფერი არ შეიქმნება და მაშინ იქნები იმ სტანდარტულ ჩარჩოში, იქნები იმ მოცემულობაში, რაშიც იცი რომ ოკეი, მოვეწონები ხალხს, ან ეგ ამას უკვე ხალხი შეჩვეულია და იქნები მანდ რა, მე არ მაწყობდა მათყოფნა და მაგიტომაც ვქენი ის რაც ვქენი, იმიტომ რომ მე მქონდა რაღაცა ეს მე ამბოხე ხასიათი და ეს მომენტი მქონდა რომ არ მინდა რაღაცა სხვანაირი იყოს მუსიკასაც რომ მე ამბოხე ხა. იმის მიუხედავად ყველაფერი დაახმები საერთოდ რაც თქვა და მე გავაგზავნე და თან იმის მიუხედავად რომ შენ თავდაჯერება ძალიან მნიშვნელოვანია მანდ რა რომ აი სამეგობრო წრიდან რომ ასეთ განწყობას იღებდი და მაგის მიუხედავად მაინც გადაწყვიტე რომ ეს ყველაფერი არ შეგეჩერებინა იმიტომ რომ რაღაცნაირად გვაპატარავებს ეს რაღაც განწყობები იქ რაღაც ვიღაცის თქმები და მე იკეტები რაღაცნაირად და ეგ ძალიან მაგარი რაღაცაა იმიტომ რომ ეგ შენ პიროვნულობას უსვამს ძალიან მაგრად ხას რომ მაინც გაბედე ესეთ თავდაჯერებულად და მაინც ჟარგონულად რო ვთქვა შენი გაატრაკე რა არ ვიცი ხო ჩემი გაატრაკე გამადე და ძალიან კაიქენი ჩემი ახლო მეგობრები პირიქით სულ ძალიან მეხმარებოდნენ რა ეხლა მუსიკოსი მეგობრებიც ყოლია და აი რაღაცას ახალს რო დავწერდი ეგრევე და იქეთი ორჯონი კიდევ და ჩაუგდებდი და აი ლირიკულად კითხავდი რამდენად კრინჯი არის და იტყვა ბიჭო აი იცი რა ანუ
თვითონ მარტო ტექსტი რო აიღო არ ვიცი, მაგრამ შენ რომ ღერი ხარ მომწონს. ხო. მეთქი, ოკეი, კარგი დავტოვებ. ხშირად გქონდა რომ რაღაცა იცი რა, მე არ მომწონს, მაგრამ მე მომწონს ამაგიო და ანუ მანდ ისეთი მომენტია, ეხლა დარწმუნებული ვარ, ჩემს მუსიკასაც სმენელი ისე ყავს, რომ რაღაც ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაც შეიძლება პროდაქშენი უფრო მოსწონს, ვიდრე თვითონ სიმღერები. მაგაზეც მინდა მითხრა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ განებიურებული რაღაც 2000-იანებში იყო ეს ბუმი კლიპების და რაღაცა უამრავი გვახსოვს ის კლასიკა კლიპები, ქართულ კლიპებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და რაღაც ამ ბოლო პერიოდში თითქოს რაღაც შაბლონურ რაღაცაზე გადავიდნენ, აი 1-2 თუ იღებს და შენი კლიპი მუსიკასთან ერთად იყო ცალკე არტია. ძალიან განსხვავებული, ძალიან ახალი, ძალიან აი ესთეტიური, საკაიფო თავისი ფერებით, თავისი სიუჟეტით და თავისი ამ განვითარებით თან მუსიკასთან მორგებული იყო, აი, რა ვიცი, იდეალურად გართვი თავი მაგასაც რა და წარმოვიდგენე ეს კიდე ცალკე შრომა არის მუსიკის წერასთან და სიმღერასთან ერთად პროდაქშენის ამბავი რა. ბევრმა ადამიანმა დამეხმარა, განსაკუთრებით პირველი პროექტი იყო, აი ყველა რაღაცნაირად ძალიან ჩაერთო რა, იმიტომ რომ ეგ სიმღერა პირველად რომ მივიტანე გადამღებ ჯგუფთან, აი რაღაცა ემოცია გამოიწვია, იმიტომ რომ მართლა იმ მომენტში რაღაცნაირი იყო, თან გოგო არტისტი, რაღაც ტრეპზე მღერის, ცოტა ისეთი მომენტი იყო და მე ძალიან მოეხარო რომ სხვა შეს ეხა რომ ვფიქრდები მაგ პერიოდში ბევრად უფრო ისეთი ვიყავი რა, უფრო გამბედავე. აი ეხლა არა ვარ, მაგრამ ეხლა ცოტა სხვანაირად. ეხლა ცოტა უფრო სხვანაირ მუსიკას წერ თავს უფრო და ეხლა არის ნებისმიერი რაღაც, რასაც ვქნით ყოველთვის ჩვენი განწყობიდან იქ და იმ წამს სადაც ვართ, იქიდან გამომდინარე ხდება და ავტომატურად მიყვები ამას ბუნებრივად და ძალიან კარგია და ნახე, აი მეც ეგ მინდოდა რომ მე თქვა რომ არც მინდა რომ ესე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდო ესე რომ გაქებთ. მაგრამ ამბავი ეგ არის, ხო, არა, გულწრფელად გეუბნებით, არ გაქებთ ესე ძალიან ანუ რა. ამბავი არის ეგ რომ რეალურად შენს მუსიკას რა იპირადად ჩემთვის თავიდანვე აი როგორც კი პირველად მოვისმინა რა, ეტყობა რომ არის მართალი. და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, მით უმეტეს როცა ტექსტზე ვლაპარაკობთ, იმის გარდა რომ მუსიკა ლამაზია და ძალიან კარგია და არანჟირება კარგია და ხარისხი იდეალური, ტექსტი ხო, ქართული ტექსტი მნიშვნელოვანია, რადგან ქართული კიდე სხვანაირი ენაა რატომღაც, რომ იყოს ძალიან მართალი და ყოველთვის ეტყობა, როცა არ არის მართალი. და არის სილამაზისთვის დაწერილი. ხო, ზოგადად სიმღერებში ვაგარებ, გულწრფელობა ფასდება რა, ის პიროვნულობა ფასდება. ერთ-ერთი ახალი აი არტისტი ხარ ჩემ აღქმაში, რომელიც ნუ ძალიან მართალ ხელოვნებას აკეთებს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ეგრე მიდიხარ. კი, ძალიან დიდი მადლობა შენ რომ გვყავხარ ჩვენს ქვეყანას, მოკლედ. გვეამაყება ნამდვილად და ძალიან ასწორებს ეგეთი ამბავი რა. ხო, ანუ მაგიტომ მოვიხადე ბოდიში რა, რომ არა, მე შემიძლია, მე არ მაქვს პრობლემა, აი შემიძლია თქვა. უბრალოდ ნუ გულწრფელი ემოცია როგორც ჩვენი მსმენელის და მიიღე. მადლობა და ანუ ორი სიტყვით მინდა ვახსენო, ანუ რეალურად მე მხარდაჭერაც მქონდა რა, ეხლა ანუ ჩემი ახლო მეგობრები. რა თქმა უნდა, მაგის გარეშე რთულია მუშაობდი, თუმცა აი ბორიკო შხინათან მუშაობდი არანჟირებებზე, ალეკოსთან წერდი. ამიტომაც ანუ მე მხარდაჭერაც მქონდა და მაგის გარეშე აი არ ვიცი ბოლომდე თუ გავამჟღავნებ. ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ რა მაგისთვის და ეგ მინდოდა მეხსენა. მადლობა შენ, ლიკუნა, ეხა შენ ბავშვობიდან ისტორია. შენ კონკურსების მონაწილე იყავი, არაერთი ჩვენ ქვეყანაში, X Factor-ი, ხო, Voice-ი, ხო? ასევე კონსერვატორია გაქვს დამთავრებული, როგორც ვიცი და შენი კარიერა ძირითადად უფრო ჯაზ მიმდინარეობაა? ესე გამოვიდა, რომ გამოვიდა. ბოლომდე ვერ ვიტყვი, რომ ჯაზი არის მარტო, მაგრამ ძალიან გიხდება, ძალიან გიხდება, გულწრფელად მართლა ძალიან გიხდება, იმიტომ რომ მე მიყვარს ეგ მიმდინარეობა, შეიძლება ძალიან ცოდნე და ძალიან ჩაჭერა ჯაზის მცოდნეები რო არიან, ეხა ეგეთი არ ვარ, მაგრამ მე ძალიან მიყვარს, ძალიან ვაფასებ. ჯაზებში მუშაობდი, მაშინ ოღონდ ვიყავი 18 წლის და ნინა სიმონს ვამბობდი, ნინა სიმონეთი და ვიღაცები რეკავდნენ ცოტა ბავშვი ხო არა გამბავს და ნინა სიმონე რა უსმენდი ჯაზს აქედან რომ ჩამოგიყალებ და არა უფრო მერე ასაკში ხო და მოკლედ ლიკუნაზე რომ გადავერთოთ ისევ ძალიან უხდები ძალიან შენია და მე ძალიან მომწონს იმიტომ რომ იშვიათად ეგეთი ორგანული ეგეთი კარგი იყოს მომღერალი ჯაზში ჩემთვის მით უმეტეს ქართველებიდან ეხა დიდად ვერ გამოვარჩევდი და აი შენ ხარ ის ერთ-ერთი ადამიანი რომელიც პირადად მე ძალიან მსიამოვნებს რა გულწრფელად რო გითხრა ალბათ
ალბათ ისიც არის რომ მე თვითონაც ისე მსიამოვნებს და რაღაცნაირად აი კონსერვატორიაში რომ ჩავაბარე 2020 წელს აქედან მოყოლებული მივხვდი რომ აი უფრო ჩემთან იყო ჯაზი და დავახლოვდით ძალიან. მანამდე მღეროდი პატარაობიდან მუსიკალურში სწავლობდი, იქ ძალიან მაგარი მასწავლებელი შემხვდა. ისეთ კომპოზიციებს შევეჭიდე, ასე ვთქვათ, თვითონ მასწავლებლის გამოც, რომ უკვე ძალიან მაგარ მუსიკოსების სიმღერებს მღეროდი, რაღაცა, მოკლედ ძალიან ჩემში იყო თავიდანვე და ალბათ მე დამეტყო და ვერ დავშორდი ჯაზს. მაგრამ ვიტყოდი, რომ სხვა ჟანრებში, იმიტომ რომ X-Factor-ში რო ვიყავი, კიდე სხვა უფრო soul-ისკენ ალბათ რაღაც აკადემიურ სიმღერებს შევასრულე, R&B არის ჩემში ეს და მაგას ვცდილობ, რომ ეხა მივხვდე სად ვარ, ანუ რაღაც აი ესე ვარ მართლა რა. იმიტომ რომ იმასაც რომ მღერი, იმ ჟანრში ძალიან ისე ვარ რაღაც კომფორტულად, ჯაზი კიდე ის არის, რომ რაღაცნაირად მაძლევს საშუალებას, რომ გამოვხატო ჩემი თავი კიდე სხვა განხრით და მე მგონია, რომ ეს ორი რაღაც მიქსი არის ძალიან მაგარი. მაგის სინთეზი ასწორებს კი. აი რაღაც ნატალიას ლაპარაკობდა, ეს არის, რომ აი შენი თავი რო იპოვო და მართლა ეხაც ჩემ მუსიკაზე, აი ეხლა დავიწყე ზუსტად მაგ გზის, აი მაგ ზევარო თურმე რა კარგია როცა მართლა ჯდები და უფრო კლავიშთან ვარ ესე. რაღაც არა ეგრეც არა. პიანო რო შემოვა ეს ფორტეპიანო რო შემოგვიგორეს. და მოკლედ თურმე რა მაგარი ყოფილა რომ რაღაცას მართლა შეგიძლია მელოდია შექმნა და მე მეგონა მართლა ისე უყურებდი. მე მეგონა რომ შემსრულებელი ვარ მარტო თქო ესე ვამბობდი რომ მგონი ანუ მე მუსიკოსი ვარ. ავტორი არ ვარ თქო და რაღაც და მე მივხვდი რომ ჯაზში თუ იმპროვიზაციას მღერი და შენი თიგონები რანაირად არ უნდა და გამოგივიდეს სიმღერა და მივხვდი რომ თან ეს მაგარია როცა შენ ცალკე არტისტი შეგიძლია იყო და შენი სიმღერები იყოს უფრო მთავარი და ეგ არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რომ შენი გადმოსცე რაც გაქვს შეგნით და ისე მომეწონა ეს პროცესი რომ დავჯექი ერთხელ მივედი აი მეგობრების ჩემი ისე დამეხმარნენ ამ ყველაფერში რომ თან ყოველდღე რაღაცებს უგზავნი რომ აი შემიფასონ იმიტომ რომ აუცილებელია რაღაც დასტური რომ მოეწონოთ თორე აი გჭირდება და თქვები გამერა რა ვაიმე იქნებ ცუდია და იქნებ ხა ჭირდება მაგაზე იცინოდნენ რომ აი ისე მივყევი აი ეს ბოლო პერიოდი მართლა ეს პერიოდი მაქვს ეხლა რომ ძალიან ბევრი რაღაცა შემექმნასავით მოკლედ და ეხლა ერთად ჩემ მეგობართან ერთად რაღაცებს დემოებს ვწერ და მე ალბათ ალბომსაც ნელა მაგაზე აუცილებლად უნდა გკითხოთ სამომავლო გეგმებზე ეხლა უბრალოდ თქვენს კარიერაზე ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე აუცილებლად შეგკითხებით და ძალიან მაინტერესებს შენი გამოცდილება ცოტა მე პირადად რაც მაქვს გაგონილი მოდი პირდაპირ გეტყვი აი ქართულ კონკურსებზე აი ეს X Factor-ი, Voice-ი ძალიან სკეპტიკურად ამბები ხდება. კი, სკეპტიკურად ვუყურებ რა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, იმიტომ რომ რაღაცა ყველა ვიღაცის ვიღაცა, რაღაცები ჩემთვის პირადად არ არის ბუნებრივი და არც არის სამართლიანი. ხა ეს არის ხდება ხოლმე ხო ესეც მე უბრალო მსმენელი ვარ შეიძლება არ მაქვს რაღაც განათლება განსაკუთრებული მაგრამ აი რაღაც უბრალო მსმენელისთვისაც ჩემნარი ადამიანისთვისაც რაღაც გადაწყვეტილებები ტურიდან ტურზე ან გამარჯვებები ან რაღაცები არ არის სამართლიანი ამ ყველაფერს რო ეჯახები ხო აი ხოლმე რა ფინალია ძალიან უცნაურად სრულდება სულ ჩვენ ძირითადად შემთხვევაში ეგრე იყო ხოლმე ალბათ ხო არის როცა მართლა გამარჯვებულები ისე კი ეგ ხარიათ ხოლმე უნდა კი ეგ ვარიანტებიც არსებობს მაგრამ მე მაინტერესებს აი შენ რო ეჯახები მით უმეტეს შენ უნდა იყო კონცენტრირებული შენს საშემსრულებლო ამბავზე კარიერაზე და თან ასაკიც პატარა იყავი შენ როგორც მახსოვს აი ჩემთვის რა ვთქვა მართლა ისეთი კარგი გამოცდილება იყო იმ ხრივ რომ ყოველ ტურზე ვიზრდებოდი იმიტომ რომ ერთ კვირაში უნდა მოამზადო კონკრეტული სიმღერა რაღაც თან რაღაც ისეთი სირთულის თან აი გარემოც ისეთია რომ რაღაც აი ჩართული ხარ კონკრეტულად რაღაცა იმ სიტუაციებში რომ აი კონკურსია და მიმდინარეობს ლაივში ეს ყველაფერი და ძალიან მაგარი შეგრძნება იყო მართლა შოუა ხო და აი მაგას ვიტყვი რომ შოუ რადგან არის თან შოუ ბიზნესია მუსიკაში თან მან რა თქმა უნდა რომ შეიძლება ესეთი რაღაცები მოხდეს რომ არ მოგეწონოს უბრალოდ უნდა იყო მზად მაგისთვის მე ხა 15 წლის ვიყავი და ხვდები რომ მართლა რა პატარა ვიყავი და
უბრალოდ ის იყო რომ 15 წლის რო ვიყავი, ანუ ბუნებრივად ხდებოდა ის რომ სცენაზე რო გავდიოდი, აი მინდოდა რომ რაღაც ის მქონდა რომ აბა მიდი და დაამხე და რაღაცა იქნება. არ ვაანალიზებდი, აი ვერ ვაანალიზებდი რა მაგას უფრო და voice-ში რო გავედი 2023 წელს. მაშინ უკვე დიდი ვიყავი და უფრო ვინერვიულე. ანუ იმიტომ რომ იზრდები უფრო აანალიზებ რომ რას აკეთებ აბა და ყველაფერზე ფიქრობ და პატარა რო ვიყავი, ანუ გადი და იმღერე რა, აი რაღაცნაირად თავისით ხდება ყველაფერი და თავისუფლად. ორივე კონკურსმა მომცა გამოცდილება იმის რომ რაღაც უფრო მებრძოლი და აი მიყვარს მაინც ის რაღაცა აი ჟინი რო გაქრო აბა ადრენალინი გამოგწრთნა ასე ვთქვა. რა თქმა უნდა ადრენალინი ამის რომ ის კი არა რომ აი შეეჯიბრო ვინმეს და რაღაც მაინც ანუ ეგრე არ უყურებ მართლა რომ უბრალოდ შენი უნდა აკეთო და შენი თავი გამოხატო ბოლომდე და დაიხარჯო. ყველაზე ისე მაინც მგონია რომ ანუ პირველ რიგში საკუთარ თავს ეჯიბრები თითქოს რა ანუ ეგრე უნდა სახელოვნებო სივრცეში ეგრეა რა ალბათ სხვა დარგებშიც მაგრამ აი როგორც პიროვნულად ცხოვრებისეული გაზრდის თვალსაზრისით პიროვნული გაზრდის პონჩიც ისე საშემსრულებლო კარიერაშიც ყოველთვის თამასა უნდა გქონდეს რომ აი შენ გაქვს რომ აი შენი თავს კიდე ქვემოთ კი არა უფრო ზევით ანუ ყველაზე მეტი შენ თავს აჯობა და მე ყველაზე რთული ეგაა ზოგადად რომ შენ თავს აჯობო რა ეგრე თუ არ შეხედა 15 წლიდან გაქვს ეგ გამოცდილება ხო მაინც არ მიხარია რომ ძალიან სწორად წავედი ამ გზით მაგრამ აი თან ეგრე უნდა შეხედო იმიტომ რომ ეხა შენ რო შეხედო ისე რომ აი სხვას ვაჯობო სულ რაღაცნაირად აი ძალიან ცუდი აი პიროვნულადაც ვერ გაიზრდეთ კონკურენცია მნიშვნელოვანია არის ჯანსაღი რა თქმა უნდა კი და ამ ჯანსაღ სხვას რო აფასებ არა რას ამბობ აი სხვას რო აფასებ მართლა შენ გარშემო ამდენი მაგარი მომღერალი მუსიკოსი რო აი ხა ნატალიას რო აღიღო მართლა იმდენად მართლა მომწონს და მართლა ვუსმენ და იცის თვითონაც იმას ვამბობ რომ აი როგორ არ უნდა დააფასო ეგეთი რაღაცები შენ რო სხვისი წარმატება გიხარია ფიქრობ რომ ეგეც აი რაღაც კარმა არის რომ შენიც გამოგივა აუცილებელია არ მესმის რომ სხვა არ მოგეწონოს როცა არ მოგეწონოს გასაგებია შეიძლება რაღაც არ მოგეწონოს მაგრამ არ მოგეწონოს ის რომ რაღაც გამოსდის და წარმატებას ხო პატივის სცენის შეგრძნება არ გაგიჩნდეს რა შეუძლებელია ვიღაცას რო უსმენ არ გინდება მე შენს რაღაცა რო დაწერო ან გააკეთო ის თუ მოგეწონა რა ინსპირაცია მე სულ მაქვს ეგეთი მომენტები რა ვინმე სინამღერი თუ სიამოვნებს ან რა კონკურსზე რო მოусმინო ვიღაცას ან თუნდაც შენს რო გისმენ ანუ რაღაცა ის მეცემა ენერგია რა თან სხვანაირი ხო ეს ყველაფერი სხვადასხვანაირები რო ვართ ხო რა თქმა უნდა თქვენ თქვენთვის ამ დროს ახლა მე ხო არასდროს არ ვიფიქრებ რომ ან სიმღერა დავწერო ან მუსიკა დავწერო ხო იმიტომ ფიზიკურად არ გამომივა მაგრამ ჩვენთვის ინსპირაცია ხდება ჩვენ რაღაცებში ანუ ამას ვამბობ რა როცა ემოციურ აი გულწრფელ როგორც მაგალითად ფილმს უყურებ წიგნს კითხულობ მუსიკას უსმენ ხო ანუ რეალურად ხო მაგისტრის არსებობს რომ ჩვენ უკეთესად ვიგრძნოთ თავი ან უკეთესნი გავხდეთ და ჩვენი თავის უკეთესი ვერსიები ვეძებოთ და მით უმეტეს ახლა როცა თავად ქმნი ხო თავარია რომ შენი აი შედეგი მოიწონს რასაც აიღებ სხვისგან იყოს შენ რასაც იზამერი იყოს შენი და არა ის რომ ისე გინდა ზუსტად ხო ზუსტად ამას ვამბობ გულწრფელში იმიტომ რომ ყოველთვის ინსპირაცია აიღო და შენი გააკეთო მე რა ხო ანუ ეს მომენტი არის რაღაცა კარგი რო კეთდება რომ დაინახავ ანუ რატო არ უნდა გაგიხარდეს და პირიქით სტიმული უნდა მოქცეს რომ მეც მინდა ეგეთი კაი რაღაც გავაკეთო და ვიღაცამ რაღაცა მე თუ რაღაც დავწერე ან რაღაც გავაკეთე და ვიღაცა მაგედან ინსპირაცია აიღო და რაღაცა შექმნა და რაღაცა ძალიან მაგარი შექმნა ანუ გააკეთე ანუ მე შემიძლია გავაკეთე ეს იგი სწორად ხარ თავის და ის მე სხვას გადასცემს მაგ თავის ინსპირაციას და ანუ თან კონკურენციაც შეგიძლია უწოდო იმიტომ რომ ნახე აი ეს ადამიანი ქმნის და აი ახლა მეც უნდა შევქნა მაგრამ ჯანსაღია იმიტომ რომ საჭიროა მაგიტომაც საჭიროა რომ მეტმა ვაკეთოთ ახლა შენს ალბომი რო ახლა ძალიან მიხარია იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რა რომ ეგეთი რაღაცეები თუნდაც გახმოვანება კეთდებოდეს ქართულად იყოს ჩვენ გავახმოვანოთ მე სხვა გაახმოვანებს იმას ექნება ეგ არის ნორმალური მოცემულობა ნორმალურ საზოგადოებაში რომ იყო მიმღები ხო, ну რეალურად ბევრი ვისაუბრეთ თქვენს რაღაცა ცხოვრებაზე, საინტერესო ცხოვრებაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც რაც არიცო და ბევრად საინტერესო გახდება. და მგონია, რომ რაღაც ისე ისაუბრეთ თქვენს როლზეც, ხო, ამ კინოში ერთობლივ როლზე, თქვენს მუსიკაზეც, რაღაც თქვენს ინტერესსაც და ცოტა ვისაუბრეთ მომავალზეც, მაგრამ აი რაღაც კონკრეტული სამომავლო გეგმები ხომ არ გვაქვს, აი რაც ძალიან იმის გარდა რომ ველოდებით ამ ახალ პრემიერას, იმის გარდა რომ ველოდებით თქვენს ახალ ამბებს
ხომ არ გვაქვს თქვენს კარიერაში რა იგეგმება მოკლედ ეხლა რომ გავაცნოთ გავაცნოთ ახლა აბა ლიკუნა ყველაზე ექსკლუზივები გითხარით ყველაზე ახლა რა ვინც არის ან არა ექსკლუზივიც რა თქმა უნდა ყველაფერი გვაინტერესებს ის სხვანაირად მქონდა დაგეგმილი სხვათა შორის იტალიაში მივდიოდი ეხლა უნდა ვიყო იტალიაში მე დავსწავლობდი რა კარგია ჩვენთვის რომ აქ ჩვენთვის მაგრამ იმდენი ვიფიქრე რომ გამოვიდა რომ საბოლოოდ აქ მინდა ეს ერთი წელი, იმიტომ რომ აქ რაც რესურსიც მაქვს, გამოვიყენო ბოლომდე. იტალიაში სწავლობდი, ხო? კი, სწავლობდი ერთი წელი ვიყავი სენტ-ლუისის კოლეჯში და ძალიან მაგარი იყო მართლა სხვა, თან მარტო ცხოვრება, მეგობრებთან ერთად ცხოვრობდი. სულ სხვა გამოცდილება იყო, მაგრამ მივხვდი რომ ჩემი თავი ჯერჯერობით აქ მჭირდება. და თან ბევრ მშობლებს ველაპარაკე, მეგობრებს, უბრალოდ რო ხვდები რომ მგონი აქ ჯობს რო იყო და აქ დავრჩი და მივხვდი რომ აქ დარჩენა მომცა მეტი ინსპირაცია იმის რომ მე ჩემი თავი გამოხატო უფრო და აი სიმღერები და მაგიტომ ვარ ამ ქვეყანაში ჩარჩენილი ადამიანი სამუდამოდ მივხვდი რომ იქ რო წავსულიყავი დარწმუნებული ვარ რომ ამ საქმეს არ მივხედავდი მაგრამ ეხლა მე ვერაც მართლა ვერ წარმოვიდგენდი რომ ვიტყოდი რომ ეხლა აი ჩემ ალბომს გამოვუშვებ აი მართლა მეგონა რომ არ ვარ ან მართლა არ ვარ კი არ მეგონა რომ არ ვიყავი ის რომ აი ჩემი საავტორო სიმღერები და მე სხვის საავტორო სიმღერები რაღაცა შევასრულებ მე და ეხლა ხვდები რომ რატო არა როცა რო ხედავ რომ აი გონი შეგიძლია და რომ დავჭექი და შემიძლია მოკლედ ეხლა მართლა სერიოზულად როდის უნდა ველოდოთ აი ალბათ უფრო რაღაც დეკემბრამდე ან დეკემბრის აი ეგ არ ვიცი ზუსტად მაგრამ ნუ ერთი წელი არა ნუ ნახევარი წელი ალბათ ნახევარი წელში უკვე დასრულებული როგორ წავა გააჩნია ხო და მოდი რა მე რეცემბრებით ველოდებით ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და ესე მე მაინტერესებს შეიძლება მე რა თქმა უნდა ორი წამი ისიქრები შეგიძლია ანუ ჟანრი და რაღაც მაინტერესებს ჟანრი მოკლედ მივედმე ანუ მე პოსა კაი ხანი არ მინახავს დღეს მომასმენინე. მოკლედ მიქსი არის jazz, R&B, soul. ეს არის fusion. რაც არის, აი ზუსტად რაც არის ჩემში. არ მინდოდა რომ კონკრეტული ყოფილიყო რა. მინდა რომ რაღაც აი სინთეზი. იმედია რომ გამოვა მართლა, იმიტომ რომ ისეთი ხალხი მეხმარება და ისეთი მეგობრები მეხმარებიან მართლა რომ აი მართლა ეგრე რომ მარტო შეიძლება მარტო რაღაც შექმნა, რაღაცა შენი ეს მელოდია და ნუ სიმღერა რაც არის, მაგრამ აი მთლიანი პროდუქტი რო შეიქმნას, სხვებთან და გაიგე. მე სულ ვიზახი, რას უფრო მეტი თავია ჩართული, მით უკეთესი გამოდის, რა თქმა უნდა. ნუ უფრო სწორი თავები რა. ხო, გაზიარებაში ხდება ის რომ მეგობრები, აი აუცილებელია სულ კითხვები დასვა რა. იმას კითხო, ამას კითხო, არტისტებს, კოლეგებს. როგორ ჯობს? მაინც სხვა როგორ ხედავს? აი დიდი სიამოვნებით ველოდები, შეიძლება ისეთი ჟანრები ჩამოთვალეთ. მართლა ის გამოვა რაც მინდა რა მართლა. და უდიდეს წარმატებას გისურვებთ მართლა მთელი გულით სულით გულწრფელად რა. ნატალია, შენს კი რა ხდება? მოგვიყევი. მე არ რას უნდა ველოდო? ახლა შენ იმდენი ქენი ეხა რომ შენ იმდენჯერ გაგვახარე. ჯერ ყოფნის გადანაწილებული გვაქვს. და მე გამოუშვი კიდე. რას გეგმავ? რამე ახალი ამბები ხო არ გაქვს წინ სამომავლო? ცოტა ისეთებიც გაგვიხარ. პატარა პაუზა მაქვს რო არ მოვიტყო, რომელიც მჭირდება. მართლა მჭირდება, ჩემი ხელოვნებისთვის მჭირდება, ჩემი რაღაც თავისთვის მჭირდება. რაღაც მუსიკალურად არ ვისვენებ, მაგას არ გულისხმობ, მაგრამ ცოტა რაღაცა ტრანზიციული პერიოდი მაქვს და მინდა ეგ დრო ჩემ თავს დავუთმო და უფრო რაღაცა აი შემდეგს რამეს რო გამოვუშვებ. აი 100,000%-იანად დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ეს ვარ მე. აი იმიტომ რომ ხანდახან აი ბოლო პერიოდში ცოტა ხო არ დავიკარგეთ ხო ჩემ თავს ვეკითხები რა და რაღაცა მინდა დავუბრუნდე აი იმ საწყის მდგომარეობას, სადაც დავიწყე და არა როგორც მოღვაწეობა რომ დავიწყე მაშინ, არამედ აი ემოციურად აი შეიძლება ცოტა დაჟე ბავშვობაში წავიდე ცოტა, ანუ ის ჟანრები რითიც მე გავიზარდე, რაც მე ვისწავლე, უფრო მინდა ჩემს მუსიკაში ჩავრთო და ალბომი დაწერილი მაქვს უკვე დაწუნებული მაგრამ ჯერ არ არის მაგის დრო მე ზოგადად ინტუიციურად მომენტი მაქვს სულ აი ხო იცით ქალს როგორ ინტუიცია რაღაცა ადგილი უნდა იყოს და ადამიანები ვისთანაც აი იმ ძალიან კონკრეტულ
ესე ვთქვათ, ხედვას გააცოცხლებ რა და აი მაგ მომენტის ძიებაში ვარ და სხვა შეს ანუ არტისტიზმის და მუსიკალური არტისტი როცა ხარ, ეგ ძალიან დიდი ნაწილია მაგ პროცესის და მე მაგ პროცესს ესე ვთქვათ, ხელგაშლილი ხვდები, ესე ვიტყოდი რა. აი გუნა თქვა ხა იმდენად სწორად გადმოიცი მთელი აი ეს ყველაფერი არსი, შინაარსი, რომ მე პირადად დადუმებული ესე ძალიან საინტერესოდ გისმენდი, რომ ხო, ძალიან ჩამოყალიბებულად, იმიტომ რომ არტისტების კარიერაში ხშირად არის ხოლმე რაღაც ეგეთი მომენტები და კარგია რომ მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია, იმიტომ რომ ზოგი არტისტი საერთოდ ვერც ხვდება, რომ ეგ გარდატეხა ჭირდება რა და შენ რომ მიხვდი და შენ რომ აი ამ ყველაფერს გადიხარ ამ ძიების პროცესში ხარ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა, იმიტომ რომ მაგის მიხვედრა სწორ დროს და სწორ ადგილას ერთ-ერთი უნიშნავად ზოგჯერ გაგრძელებას ჯობია რომ რაღაც პაუზა აიღო, რაღაცა იმოგზაურო შენ თავში, იპოვო ის სწორი ადგილი და იმით შემოხვიდე მერე რა. ძალიან სწორად. მოკლედ, ველოდებით შენს ახალ ალბომს და ჩვენთან. ახალს და პირველად და შენს ახალს როცა გადაწყვეტ რომ ისი დრო დადგა. და კიდე სხვა ფილმებში უნდა გიხილო. აუცილებლად. მაგას იმენა არ დავნებდები. არა, ეგ არ დასრულდება. ჩვენც მოვითხოვთ ხოლმე რა. აუცილებლად, და მაგრამ დარწმუნებულიო რომ არ იქნება საჭირო. ხო. მოთხოვნა არ იქნება საჭირო. ისინი მოითხოვენ თვითონ Universal და Disney-ც მოითხოვს, რომ ეს ადამიანები ამ ადამიანებმა ძალიან დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან. ჩემი აზრით გამოვიდა რაღაცა სხვანაირი საუკეთესო შედგა. რა ვიცი, ისე მგონია, რა რაღაც განსხვავებული ეპიზოდი არის ჩვენ ეპიზოდების ისტორიაში. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ იმის გარდა, რომ ხართ ძალიან საინტერესო ადამიანები და პირველად გავიცანით ჩვენ ერთმანეთი დღეს და სხვა ჯერ ისეც პირველად მოხდა, რომ ისეთი სტუმარი გყავს, რომ პირველად ვნახეთ ფიზიკურად. ხო, არა, ყავდა რამდენიმე ყავდა, ხო, მაგრამ ნუ იშვიათად აი მაინც უგახმოვანებს. ის ღერის პირველად ხართ. ნამდვილად ჩვენს და იმის გარდა, რომ გაქვთ მართლა ძალიან საინტერესო, აი რაღაცა აურა, ენერგეტიკა, მეტყველება, აი ყველაფერი მომხიბვლელია თქვენში. რაღაცა გრძნობ, რომ დიდი მომავალი გაქვთ და არა მხოლოდ თქვენი თავისთვის და მსმენელისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. და ვისურვებდი, რომ ხო, ეს მალე მოხდეს, მალე გიგრძნოთ და დაგეჯერებინოთ, რომ მართლა ესეა. და ნუ მე ჩვენთანაც მოდით ხო. მოკლედ, გოგოებო, ვერ გაგიშვებთ აქედან ისე, ჩვენ გვაქვს ესეთი ხაზი ჩვენს ეპიზოდებში, რომ უნდა დაგვიტოვოთ, რა, ყველა გვიტოვებს voice. კი. ხო, და თქვენ უნდა გვიმღეროთ, გამოიწერეთ voice-over-ების არხი. ჩვენი მაყურებლებისთვის, ძალიან გქონდ ექსპრომტად ესე. თუ არ გამოიწერენ, აი ხო, არ ვიცი, თქვენ ამ ღერზე თუ არ გამოიწერენ, ჩვენ ამ ღერზე აი უნდა გამოიწეროთ. აბა, დავიწყოთ, მოდი. გამოიწერეთ voice-over-ების არხი. ბრავო! კიდევ ხალხო, რა კაია, ძალიან მიხარია რომ ჩვენი სტუმრები იყავით, ძალიან დიდი მადლობა. ხო, ინტრო თქვენი გადაცემი. ხო, ეგ არის. შევიდეს და ტიხრად გვექნება რომ დაიწყება ხოლმე, ტიხარი გვაჩუქებს. ისე ეგრე მართლა ბევრი შვება სხვადასხვა. ხო. 10% შემოსავლებში. უკვე მაგაზე კამერების უკით შევთანხმდებით. ეგ ლაივში პირდაპირ. მე გავიაროთ ეგ დეტალები. გოგო, წარმატებას გისურვებთ თქვენს ამბებში მთელი გულით სულით. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები და ძალიან დიდი მადლობა ციკო შენ. ჩემო საყვარელო, მაცადე ხა ჩამოვთვალო მაცადე. ძალიან დიდი მადლობა გოგოებს, ძალიან დიდი მადლობა შენ. ძალიან დიდი მადლობა ირაკლის რომ დაგვითმო ეს სივრცე, ერეკლეს. და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს კრისპის, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად არის ამდენი ეპიზოდია. აქვე უნდა შევახსენო. ხო. აქ უნდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი მეგობარია ასევე Facebook გვერდი Movieverse, სადაც გაიგებთ კინოებზე, ფილმებზე, სერიალებზე, დამასრულებინე ფილმებზე, სერიალებზე, სიახლეებზე. ამიტომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ Movieverse-ით. ასევე აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ესეთი ბევრი საინტერესო არ ვართ ცუდი ხალხი ცალსახად რა და გამონდა კლიკეთ. თუ არ გამოგვიწერთ, ვინ უნდა გამოიწეროთ სხვა რა. მოკლედ, კარგად. შემდეგ პოდკასტამდე.